ოზურგეთში ავარიას 16 წლის გოგო ემსხვერპლა დაშავებულია კიდევ რამდენიმე არასრულწლოვანი ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ სოფელ წითელ მთასთან მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით ავტომობილი, რომელშიც ახალგაზრდები ისხდნენ, ჯერ ბორდიურს დაეჯახა, შემდეგ კი ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში შევარდა. დაშავებულები ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. მუხრანში ორი პირის ჩაცხრილვის საქმეზე დაკავებულებს უვადო პატიმრობა მიესაჯათ. შემთხვევა 24 იანვარს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით ბრალდებულებმა სპარტაკ ცინცაძემ და ივანე მაისურაძემ შურისძიების მოტივით ზურა სანამაშულსა და გია ქილარჯიანს ავტომობილიდან რამდენჯერმე ესროლეს. მიღებული დაზიანებებით ორივე ადგილზე გარდაიცვალა. უკრაინამ დროებით ოკუპირებულ დონეცკში ორი რუსული სამხედრო ობიექტი რაკეტებით დაბომბა. სამიზნეს დაუმთავრებელი საცხოვრებელი კომპლექსის მიწისქვეშა ავტოსადგომი და ყოფილი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შენობები წარმოადგენდა. მედიის ინფორმაციით ერთ-ერთ ობიექტში შესაძლოა რუსეთის 51 საერთო საჯარისო არმიის სამეთაურო პუნქტი ყოფილიყო განთავსებული. ბოლო ცნობებით ნეპალ-ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობის შედეგად დაკარგულთა რაოდენობა 1500-მდე გაიზარდა, მათ შორის 800-მდე უცხოელია. დაღუპულია სულ მცირე 165 ადამიანი, თუმცა ნეპალის პოლიცია ვარაუდობს, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზრდება. წყალდიდობა მეწყრული მასის ჩამოშლამ და მისგან გამოწვეულმა ღვარცობმა გამოიწვია.